რამდენი წუთი არის დასაშვები, გადაცდომა ნატალურ რუკაში და პროგნოზირებაში. ხშირად ეს ეშლება ხოლმე, ამიტომ დავაზუსტებ კიდევ ერთხელ. ანუ ნატალურ რუკაში დაშვებულია 10 წუთიანი გადაცდომა დროში ნატალური რუკის ანალიზისას. თუ კუსპიდზე არ დგან პლანეტები. თუ რომელიმე პლანეტა დგას კუსპიდთან ახლოს და შეგიძლიათ გადაწიოთ დრო 10 წუთით, იქით-აქეთ, ანუ პლუს-მინუს 10 წუთი, თუ პლანეტები იცვლიან სახლებს, თუ პლანეტები გადადიან უკვე სხვა სახლში, ამ შემთხვევაში უკვე გადაცდომა გარანტირებულია. ამიტომ ჩვეულებრივ საშუალო რუკაში თუ კუსპიდთან ახლოს არ დგანან პლანეტები, გადაცდომა დაშვებულია პლუს-მინუს 10 წუთი. შესაბამისად, 10 წუთის ფარგლებში თუ იცით დრო, შეგიძლიათ გააკეთოთ ნატალური რუკის ანალიზი. ანუ არანაირი გადაცდომა, ესე ვთქვათ, ანალიზში არ იქნება. ნუ აქ არ ეხება საქმე სიღრმისეულ ანალიზს. ზოგადად ანალიზი რომ გავიგოთ, ზოგადად ესე ვთქვათ, როგორი არის სიტუაცია კონკრეტულ სფეროებში, როგორი შანსები გვაქვს, როგორი რისკები გვაქვს სხვა სფეროებში, ფინანსური იქნება, კარიერა, პირადი და ასე შემდეგ. რაც შეეხება პროგნოზირებას. პროგნოზირებისას ცოტა რთულად არის საქმე. როდესაც ტრანზიტულ მეთოდს ვიყენებთ, ისევ იგივენაირად 10 წუთიანი გადაცდომა დროში დაშვებული არის, თუმცა უფრო მაღალ დონეზე პროგნოზირებისას, როდესაც საქმე იქნება დირექციას, პროგრესიას, ესეთ შემთხვევაში 1 წუთიანი გადაცდომაც ხშირად იძლევა ცვლილებებს, უზუსტობებს. შესაბამისად, იქ უნდა იყოს დრო მაქსიმალურად ზუსტი. შეგვიძლია დავუშვათ 1-2 წუთიანი გადაცდომა, როდესაც საქმე ეხება პროგრესიას, მაგრამ დირექციული მეთოდით ვინც აკეთებთ, დრო უნდა იყოს აბსოლუტურად ყოველთვის ზუსტი, იმიტომ რომ იქ 1 წუთის ცვლილება უკვე პროგნოზირებულ, ესე ვთქვათ, მოვლენას გადასწევს მინიმუმ 1 წლით. საშუალოდ უпроსტოდ. საშუალოდ 1 წლით გადაწევს. შესაბამისად, აუცილებელია დაავადების დრო იყოს დაზუსტებული, თუ გვინდა მომავალში პროგნოზირება. დაბადების დროის დაზუსტება ხდება ასტროლოგთან. ყველა ნორმალურ ქვეყანაში, როდესაც გამოაქვთ სამშობიაროს არქივიდან დაბადების დრო, შემდეგ აზუსტებენ ასტროლოგთან, იმიტომ რომ სამშობიაროში შესაძლებელია იყოს წუთებში ცვლილება. ვინც დრო იცის მიახლოებით, გადმოცემით, სხვა ადამიანებისგან, მშობლებისგან აუცილებელია ესეთ შემთხვევაში დროის დაზუსტება, იმიტომ რომ მშობელს თუ ეცოდინება დრო, იცოდინება მიახლოებით წუთებს, იქ მაინც არავინ არ დააზუსტებს და პროგნოზირების დროს ყოველი წუთი იწვევს გადაცდომას. შესაბამისად, დროის დაზუსტება ესეთ შემთხვევაში აუცილებელია.